ხლებრივად. მე ვახუშტიან გასხვებული ისტორია მაქვს თითქმის 20 წლიანი პაუზის მერე ეხლა დავინტერესდი ისევ სამართლით. პირიქითაა ჩემ შემთხვევაში. მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არ გონია რომ ეს ინიციატივა გამოიჩინათ იმისთვის, რომ რეალურად გადავიდნენ მოქმედებებზე, იმიტომ რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა და ეფექტიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში ხალხში, საზოგადოებაში რომ არსებობს ასეთი განხეთქილება და ორი ეგეთი მხარე რომ იყოს დღეს რეალურად გვაქვს რომ არსებობს ერთი უკმაყოფილო ხალხი და მეორე მხარეს არის პარტაქტივი თვითონ ქართული ოცნების წევრები და რეალურად საზოგადოებაში არ არის იმ ტიპის იმ დონის დაპირისპირება, რომ ვიძალოთ და ერთმანეთს დავერიოთ. თუმცა მიუხედავად იმისა, რეალურად გადავლენ თუ არა მოქმედებებზე, დღეს უკვე ვიხილეთ დანაშაული, რის გამოც ამ ადამიანების გასამართლება თავისუფლად შესაძლებელია, კონკრეტულად ამ ქართველ შვილს გულისხმობ, თუმცა ორი მუხლი უკვე დარღვეულია, შეიძლება ითქვას. დეკლარირებულ მიზნებზე, ასე ვთქვათ, ამ ორგანიზაციის შექმნის უკვე ეს არის სამართლებრივი უბრალოდ საზოგადოების შექმნა, რომელიც მიმართულებაც არის ძალადობა, ეს უკვე დანაშაული არის, მიუხედავად იმისა, შენ რეალურად გადახვალ თუ არა ძალადობას და მეორე იყო, რომ ის დაემუქრა, ერთი ონისეს დაემუქრა და მეორე დაემუქრა იმ ადამიანებს, რომლებიც კადრში ჩანან და ონისეს ხუმრობაზე იცინიანო, თუ ეს ადამიანები ბოდის არ მოიხდიანო, უკვე იმ ადამიანებს დაემუქრა ძალადობით. ჯერ ერთი რაღაც ისეთი კვირა გვაქვს, რომ ერთი ადამიანი მოკლეს ცოტა ხნის სიცილის გამო, ეხლა სიცილის გამო ადამიანებს ემუქრებიან ძალადობით. ეს უკვე მუქარა არის, ეს ცალკე დანაშაულია კიდე, მაგრამ ეს ორივე მუხლე ახლა რაც ვახსენე არის ისეთი ტიპის დანაშაული, იმიტომ პატარა სანქცია აქვს და ხანდაზმულობის ვადას ისეთი პატარა აქვს, რომ დღევანდელ პირობებში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის განცდა, რომ ქართული ოცნების მმართველობის გამო მე გამოვძვრები და არ დავისჭები. თუმცა არსებობს კიდე ერთი მუხლი, ეს არის უკვე უკანონო ფორმირების შექმნა, რომელიც გაცილებით სერიოზული ამბავი არის. ესე მარტივად ეხლა რო გითხრათ, რომ აი დღეს რა პრესკონფერენციას ჩატარდა, ეგ აშკარად ნიშნავს, რომ მუხლის შემოქმედება გვაქვს, ეგრე არ არის, მაგრამ გამოსაძებელია ეგ ამბავი. ის მუხლი ითვალისწინებს ორგანიზაციის შექმნის შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობას, რაც ნიშნავს იმას, რომ აქვს ხანდაზმულობის ვადა 30 წელი. 30 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ვერ იქნება იმის განცდა. ხანდაზმულობის ვადის პირობებში მერე ქვეყანაში არ მოუწევს. 30 წელს მერე ის ადამიანი, ვისი კალთის იმედიც აქვს, თამათ ცოცხალი აღარ იქნება დიდი ალბათობით. შესაბამისად, ვერ ექნება იმ შვიდად ცხოვრების ფუფუნება ამ ადამიანს და ურჩევა რომ დაფიქრდეს კარგად, რის გამო მიდის ამ ყველაფერზე შესაძლოა 12 წლიან ციხეზე და სამართლებრივ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, დიდი ხანია გვესმის ისეთი ადამიანებისგან რაღაც პრინციპებზე, ქართველობაზე, ღირსებაზე, რაღაც ტრადიციებზე საუბარი, რომლებიც საერთოდ არ ტოვებდა ეშთების შემადგენლობაში, თამაშილებას, რომ რაიმე წარმოდგენა აქვს რაღაც. მისი მეგობარი არის ხურცილავა, რომელმაც იძალა და ონისეზე ორ სხვა ადამიანთან ერთად. შენ თუ მართლა რაღაც ქართველობაზე, ღირსებაზე, ვაჟკაცობაზე გაქვს საუბარი, ეგ შენ მეგობარს უნდა აჩვენო ისე და უთხრა, რომ ეს რა არის. სამი კაცი რომ ერთ კაცს ურტყამთ, აი ეს რანაირი ქართველობა არის და რანაირი ვაჟკაცობა არის, ხო? წესით. რავი, ეგეთი ის უნდა გქონდეს, რომ ან ის სპორტსმენი არის თვითონ როგორც ვიცი, არის შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი და მაგან კარგად უნდა იცოდეს, რომ კაცობა ისაა, როცა ორი ადამიანი რაღაც გონებრივად განვითარების იმ ეტაპზე არიან, რომ მოდი მუშტიკრმა გადაწყვიტოსო ჩვენი პრობლემა მაგაზე რომ შეთანხმდებიან, მაშინ კიდე შეიძლება, მაგრამ მე თუ უარს ვამბობ შენთან ჩხუბზე, ანუ არ ვარ ფიზიკურად ისე განვითარებული რომ გეჩხუბო და შენ მოდიხარ და მაინც მჩაგრავ, ეგ რანაირი კაცობა არის, ეგ პირიქით არის, არაკაცობაა, ეგ როგორ შეიძლება რომ არ ვარ, მე ვერ შანსი არ მაქვს შენთან რომ ჩხუბით მოგერო, მაგრამ სხვა რამეში შემეჯიბრე თუ მაგარი ხარ, მე რაშიც ძლიერი ვარ, იმაში შემეჯიბრე, მოდიხარ და მოდიხარ. სპორტსმენი ვიღაცა რომ იმაში იმით მემუქრება მუშტებით ვერ არის ეგ მაინდა-მაინც ქართული და ვაჟკაცური. ხადა ჩანდა რომ ამ ეს თქვათ მუშტებით დამოქრებაზეა ლაპარაკი. თუმცა მისიც მესმის, იმიტომ რომ სხვა რაღაც დამოქრების საშუალება სავარაუდოდ არ გააჩნია. მაგრამ ის ძალიან ამბიციურები არიან თავის აი ამ წინა სიტყვაობაში, რისთვისაც შეიქმნენ, ამისთვის ჯერ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, ვინ არის საფიცარი ამ ქვეყანაში, ვინ არ არის, რისთვის არის და ასე შემდეგ, რაღაც არ ტოვებდა სიმართლე გითხრათ ეს შემადგენლობა, შთაბეჭდილებას, რომ ძალიან მკაფიოდ აქვთ ეს ჩამოყალიბებული და ხო, პრინციპში მე მოусმინე, ჩემი აზრით მე მგონი სრულად მოусმინე, კითხვა-პასუხისაც მოусმინე, კითხვებზე პასუხი საერთოდ არ ჰქონდათ, არათუ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ის დანარჩენი წევრები მე მგონი უბრალოდ არ ვიცი. საერთოდ არავის ანტურაჟი იყო ამ ისთვის იყვნენ არ ვიცით, ჩამოუყალიბებები არა ყველაფერზე. შესაძლოა რაღაც მხრივ ნაჩქარევიც იყო ეს გამოსვლა, არ იყო კარგად საბოლოო მორიგი დამაშინებელი